რამიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. ისინი რამიშვილის პატიმრობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, საშილახსრულობის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 23 წლის ახალგაზრდას ბრალი ნარკოტიკების შეძენა შენახვაში ედება. ბრალდებული და მისი ადვოკატი ამტკიცებენ, რომ ეგრეთ წოდებული ბიო რამიშვილს პოლიციამ ჩაუდო. საქმეზე საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლოს ხდომა დღეს უნდა გაიმართოს. ბავშვის მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. საავადმყოფოში დაჭირდა მას გადაყვანა, იქ უმკურნალეს, ოპერაცია გაუკეთდა და ეხლა ისევ დაბრუნებულია საარჩევნო აღსრულებაში. და ჩვენი მოთხოვნა არის და თხოვნა, რომ სასამართლო ჩატარდეს სამართლიანად. სააპელაციო სასამართლოს ჩვენ ირაკლის ჯანმრთელობის ცნობა და მდგომარეობა უთხარით, მაგრამ სამწუხაროდ სპარტაკ პავლეაშვილმა არ გაითვალისწინა და დღეს მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგი. ის მკურნალობას გადის ღუდუშაურის საავადმყოფოში. იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო წარიმართება სამართლიანად და ის თითიდან გამოწვეული რაღაც უაზრო მიზეზები, რაც პროკურატურას გააჩნია, ამას რა თქმა უნდა სასამართლო ყურადღებას არ მიაქცევს. პირველი მოსმენით უკვე მიღებულია კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება. სიახლის მიხედვით